საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 580 მილიონ 100,000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. თემაზე მეც გიყვებით საქმიან საღამოში. ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ წელს ჯამში 700 მილიონი ლარი დაზოგა. როგორი ამ მიმართულებით მთავრობის ნაბიჯები გიყვებით რამდენიმე წუთში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 1584 ძაღლიანკა და ბუნებრივ არეალში დაბრუნდა. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულარიზაციის მართვის საპილოტო პროგრამის ფარგლებში 29 ივლისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფარში გადაყვანილი 1819 ცხოველიდან ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 1584, ხოლო 235 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შედეგად ეტაპობრივად დაბრუნდება. საღამომშვიდობის საქმიანი საღამო სტუდიიდან მოგესალმებით, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან საქმიან და გეოპოლიტიკურ ამბებს გიყვებით. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. Ori 2025 წლის მეორე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 12%-ით 580 მილიონ 100,000 დოლარამდე შემცირდა. წლის პირველ ნახევარში FDI-ის სახით ქვეყანაში 763 მილიონ 700,000 დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15.5%-იანი ვარდნა. ყვავილდებურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში წამყვანი რეინვესტიციებია მეორე კვარტალის მდგომარეობით 580 მილიონ 100,000 დოლარიდან 466 მილიონ 600,000 დოლარი, ანუ 80.4% რეინვესტიციები წარმოადგენდა. სექტორების ჭრილში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოურ ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ჩაიდო, რამაც 327 მილიონ 200,000 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 66 მილიონ 400,000 დოლარით, ხოლო მესამეზე ენერგეტიკა 54 მილიონ 400,000 დოლარით. ჯამში სამ უმსხვილესმა სექტორმა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.2% მოიზიდა. BMG საქსტატიდან იმ კომპანიების ტოპ 10 გამოითხოვა, რომლებშიც ამ პერიოდში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. გაგაცნობ ტოპ 10 კომპანიას, რომლებშიც მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის FDI განხორციელდა. ესენია IDS ბორჯომი საქართველოს, შეპს თბილისი ენერჯი, სააქციო საზოგადოება ენერგოპრო ჯორჯია, შეპს TAV ურბან საქართველოს, შეპს ქართული ცემენტი, სააქციო საზოგადოება საქართველოს კაპიტალი, შეპს Silk Road Group Holding-ი, სააქციო საზოგადოება BGO ჯგუფი, ენერგოპრო ჯორჯია გენერაცია, შეპს SOCAR, Midstream Operations. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123 მილიონ 600,000 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია, ხოლო რეინვესტიციამ 466 მილიონ დოლარს გადააჭარბა და მისი წილი 80.4%-ით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ წელს ჯამში 700 მილიონი ლარი დაზოგა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი და რაციონალური გამოყენება. უშუალოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ საწარმოებში დანაზოგი კობახიძის განმარტებით 300 მილიონ ლარს აჭარბებს. მისივე თქმით, გარდა საწარმოებისა, ოპტიმიზაცია განხორციელდა სამინისტროებშიც და ჯამში ამ ყველაფერმა მთავრობას მრავალი მილიონის დაზოგვის საშუალება მისცა. ჯამური დანაზოგი შეადგენს 700 მილიონ ლარზე მეც სახელმწიფო საწარმოებზეა საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელებთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საწარმოს, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები. და ამ ყველაფერმა მოგცა საბოლოო ჯამში ცვლილებების განხორციელების საშუალება ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო
საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22.6 მილიონი ლარის დანაზოგი, რაც დამეთანხმებით არის შთამბეჭდავის შედეგი. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამ შემდეგ, ამ ნაწილში ჩამორმა დანაზოგმა შეადგინა 358.6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხები, ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი, ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას. იქნება თუ არა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისათვის უფასო კვება, განათლების ახალ მინისტრს ამ ეტაპზე ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. გივი მიქანაძემ დღეს BMG-ის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ რეაბილიტირებულ სკოლებში კეთდება შესაბამისი სივრცეები, რომელიც ბავშვთა კვებისათვის იქნება განკუთვნილი და ის იჯარით კერძო პირებს გადაეცემა. მთავარია, რომ შევქმნათ საშუალება, რომ კონკრეტული კომპანიები შემოვიდნენ, ამბობს მიქანაძე, მისი თქმით, უფასო კვება კომპლექსური საკითხია და ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. კვების საკითხების ორგანიზება სასკოლო ინფრასტრუქტურაში ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველა ის სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება, იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის ადგილები გამოყოფილი არის. შემდგომში ჩვენ ვართ დამოკიდებული, რამდენად კომპანიები დაინტერესდებიან იმით, რომ მოხდეს ამ ფართის იჯარით მათი დაინტერესება, რომ შემდგომში კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში და უსაფრთხოების წესებით დაცვით შეიტანონ შესაბამისი პროდუქცია. მთავარი არის, რომ ჩვენ შევქმნათ შესაძლებლობა იმისთვის, რომ კონკრეტული კომპანიები შემოვიდნენ და შესთავაზებენ. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს კომპლექსური საკითხია, რომლის განხილვაც და რომელზე მუშაობაც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ სტილში ხორციელდება. განათლის მინისტრი ამბობს, რომ უწყება სადაზღვევო ინდუსტრიისგან დაშენებულ პაკეტებზე კონცეფციას ელოდება, რაც ამ დრომდე არ მიუღია. შეხედვა ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ შედგა, სადაც განხილვის საგანი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის კერძო სადაზღვევო პროდუქტების სარგებლობის შესაძლებლობა, ისე რომ მათ რა თქმა უნდა სახელმწიფო დაფინანსება არ დაკარგუდათ. მიხეილ სარჯველაძე დღეს ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების შესახებ სამინისტრო სადაზღვევო სექტორთან მოსაზრებებს და კონკრეტულ კონცეფციას განიხილავს და ელის იმას, რომ შემდეგ ამ საკითხზე დაიწყოს მსჯელობა. მე როდესაც შევხვდი მაგალითად იმ ხალხს, რომელსაც დღესაც აღინიშნა პლატფორმის შესახებ, იქ მქონდა ამ თემაზე შეხვედრა. იქ ნათქვამი მაქვს ვირადად, რომ წარმოადგინეთ მოსაზრებები, კონკრეტული კონცეფცია და ვიმუშაოთ. სამწუხაროდ დღემდე მე ეს არ ვიმეღია, იმიტომ რომ არსებობს მათ შორის კითხვები, რომელზე პასუხიც მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს, მათ შორის პირიქით სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ ეს გასარჩევი შემდგომი მსჯელობის საგანი შეიძლება. კონკრეტული კონცეფცია შეიძლება, რომ ჩამოყალიბდეს მათი მხრიდან და კონკრეტული კონცეფცია იქნეს წარდგენილი გასახილველად. რაც შეეხება ამ დაშენების მიმართულებას, დაშენებაზე ბევრი განსხვავებული კონცეპტუალური შეხედულება შეიძლება არსებობდეს. თვითმიზანი არ შეიძლება იყოს დაშენება, თუ არ შევთანხმდით კონკრეტულ შინაარსს. საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მეთაურმა კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს 7 სექტემბერს მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა, მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადაუხადა მადლობა შთამბეჭდავი წარმატებისთვის, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევრობასკეტის მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება შეხვედრა 10 სექტემბერს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძის განცხადებით მიმდინარეობს მსჯელობა ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებული სტრუქტურის რეფორმირებისა და უფრო ეფექტიანი მოდელის შექმნაზე. ამის თაობაზე გოგოლაძემ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის პასუხის ეს განაცხადა. BMG-ის კითხვაში ხაზგასმული იყო რესურსების ხარჯვის ეფექტიანობა და შესაძლო აუდიტის საჭიროება, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ფეხბურთის განვითარების ფონდმა 33 მილიონზე მეტი დახარჯა, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღო. მინისტრმა ბოლო წლებში ქართული საფეხბურთო კლუბების
წარუმატებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მისი დანიშვნისთანავე ის კლუბებს შეხვდა და კომისია, რომელიც ფედერაციის და კლუბებისგან არის დაკომპლექტებული პრობლემის აღმოფხვრაზე და ფონდის რეფორმირებაზე მუშაობს. მისი თქმით, რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ განხილვების საფუძველზე მიიღება. მე ჩემს დანიშნისთანავე შევხვდი თითოეულ კლუბს, ჩვენ გვაქვს ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთის კლუბებთან ერთად გარკვეული კომისია, რომელთაც ვძელობთ თუ როგორ შეიძლება ამ ფონდის რეორგანიზაცია, ან რეფორმირება იმისთვის, რომ წარმატება, ის წარმატება, რომელსაც თითოეული ქართული კლუბის შემადგენელი ელის, რომელსაც ქვია რომელიმე ქართული კლუბის ევრო ტურნირზე თამაში, აი ეს მექანიკა თამაშელება გარკვეულწილად რეორგანიზაციის კუთხით სხვანაირი რეფორმირების ნაწილი მოხდეს, როგორ დაფინანსდება, შეიძლება გამოწვეული იქნას გარკვეული სხვა მიმართულებით დაფინანსება, მაგრამ ეს დაფინანსება ამ ეტაპზე აუცილებელია ქართული ფეხბურთისთვის, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც წარმატებითაც გულში თითოეულმა ქართულმა იზეიმა არსებობს. საქმის აღამოს დასრულების შემდეგ თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი გელუდება. ნახოთ გადაცემის ანონსი. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 12%-ით $580 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უშუალოდ ენერგეტიკაში კი 54 მილიონი ჩაიდო. რომელ კომპანიებში განხორციელდა ახალი FDI და რომელი ქვეყნებიდან რა აწუხებს ენერგეტიკის სექტორს დღეს, რა არის ყველა ის დაგროვილი პრობლემა, რაზეც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე ენერგეტიკის ბიზნესი მარიამ ქრუვიშვილს ესაუბრა და რა ხედვა აქვს მოქმედი მინისტრის გუნდს. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმეს აღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით და უნდა დავიწყოთ გამლილი კვირის შეჯამებით, რომელიც მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. არავის არ ეგონა, რომ გასულ კვირას ისეთი ვოლატილობის ფონზე ზრდა დაიდებოდა, მაგრამ საფონდო ბირჟამ ისევ პოზიტიური დინამიკა აჩვენა. დღესაც უკვე პირველი სავაჭრო სესია ძალიან პოზიტიურად დაიწყო და როგორც ხედავთ, S&P 500 0.18%-ით არის გაზრდილი, Dow Jones-ი ამ ეტაპზე უცვლელია, მაგრამ აი Nasdaq-ს პლუს 0.9% აქვს და ამ ეტაპზე უკვე Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამერიკული 100 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. ეს კი რა თქმა უნდა ისევ და ისევ ამერიკის სიძლიერეზე მიუთითებს. აქვე რა თქმა უნდა კომპანიებსაც შეგვიძლია გადავალოთ სია, რა თქმა უნდა სიის სათავეში არის Nvidia, რომელსაც დღეს ძალიან კარგი შედეგი აქვს, პლუს 1.79%, აგრეთვე Microsoft-იც დადებითი შედეგითაა წარმოდგენილი. ყველაზე კარგი ამ ეტაპზე შედეგი ეს აქვს Broadcom-ს, რომელმაც დღეს კიდევ დამატებით 3.9% აჩვენა და წინა კვირის პლუს 10%-ს თუ გავითვალისწინებთ, უკვე ხედავთ, რომ Broadcom-ი ყველაზე წარმატებული კომპანია გამოდის ბოლო ერთი თვის კალკულაციით, ხოლო თავად ეს წიაღსვლა და ასეთი განვითარება დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, AI ჩიპების წარმოებასთან დაკავშირებით სიახლის გავრცელებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მალე Broadcom-ი გახდება Nvidia-ს კონკურენტი და ის 10 მილიარდი დოლარის ჩიპებს მიაწვდის, არც მეტი არც ნაკლები OpenAI-ს, ეს კი რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ამიტომაც მას აქვს ზრდის დინამიკა, ასევე კარგი შედეგი აქვს Meta-საც, Amazon-საც და TSMC-საც. ჯამში როგორც გითხარით, გლობალურად ინვესტორების განწყობა არის პოზიტიური. ასეთი ვითარება გვაქვს ხოთშორის ჩვენ ევროპაში, სადაც როგორც ხედავთ 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღის განმავლობაში დამატებით 0.9%-ით გაიზარდა. შანხაის ინდექსიც აგრეთვე გამორჩეული შედეგითაა წარმოდგენილი, პლუს 0.37% გვაქვს. ნიკეის დამემართებით კი დაახლოებით 1.9%-იან ზრდას ხედავთ. ჯამში გლობალური ინვესტორების განწყობა არის ძალიან კარგი. აქვე ნავთობზე ვისაუბროთ, რომელიც დღეს მართალია მცირედით გაზრდა, მაგრამ ერთ კვირაში კლება გვაქვს ძალიან მკვეთრი -4%-ის ფარგლებში და ბრენტი უკვე ჩამოწდა $66 ნიშნულს, აი WTI-ს რაც შეეხება, მისი ფასი $62. ბუნებრივი არის გაზრდილი 3.9%-ით და როგორც ხედავთ, მეგავატ-საათი ენერგიის ფასი შეადგენს 33 ევროს. აქვე რაც შეეხება ოქროს, ის არის გაძვირებული, როგორც ხედავთ, ერთ თვეში +9% გვაქვს და უნცია მეტალის ფასი ამჟამად არის $3640. ასეთ მაღალ ნიშნულზე ოქრო არასოდეს ყოფილა ისტორიაში, ეს არის მისი რეკორდი.
პლუს 45% ერთ წლიან პერიოდში, ვერცხლთანაც არის ანალოგიური შედეგი. შეგვიძლია თავად ვთქვათ, რომ 2025 წელი არის ოქროსათვის საუკეთესო წელი, ასეთი ამონაგები მას ისტორიაში არასოდეს ჰქონია. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ, რომელიც ასევე რეკორდულ ნიშნულებს აღწევს. ამჟამად ბაზრის საერთო შეფასება არის გაზრდილი 1.9% და ის დაახლოებით შეადგენს $4 ტრილიონ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის, როგორც ხედავთ, $112,000, ეთერიუმი კი დაახლოებით $4,300 ივაჭრება. ზრდა გვაქვს, რომლის უარყოფაც არის შეუძლებელი და ამის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა არის 525 მილიარდი, აი ბიტკოინს რაც შეეხება, აქ უკვე კაპიტალიზაციის მაჩვენებელი არის $2.228 მილიარდი. აღმასვლა არის ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული და სხვათა შორის altcoin-ებს უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე ბიტკოინს, მაგალითად XR plus 8%-ს აჩვენებს, Solana-საც ანალოგიურად კარგი შედეგი აქვს. ლონდონის საფონდო ბირჟასაც გადავალოთ თვალის, სადაც მოგვხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილები, მათაც ეს ჰქონდათ დადებითი შედეგები, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელმაც +1.75% აჩვენა. TBC-საც დადებითი შედეგი ჰქონდა +1.16%. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გაცვლითი კურსი, როგორც ხედავთ, დოლართან ამჟამად არის 2.79, ევროსთან კურსი არის 3.15, სტერლინგთან კი გაცვლითი კურსი შეადგენს 3.64-ს. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ლარჯ ინვესტორების შესაძლებლობაზეც, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9.5%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის კონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. სტანდარტები ტურიზმში. ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარე წელს სტუმრებს 22 სექტემბერს უმასპინძლებს. სტანდარტები ტურიზმში არის პლატფორმა, სადაც ადგილობრივი პროფესიონალები და საერთაშორისო ექსპერტები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს. კონფერენციაზე საერთაშორისო სტუმრებსაც და სპიკერებსაც ველოდებით. მე დეტალს 22 სექტემბერს გასამართ ღონისძიებაზე სტუმრები მოგვიყვებიან. საქმე საღამოს უერთდებიან ნატა კვაჭანტილაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი და თეონა ნემსიწვერიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი. საღამომშვიდობის. მადლობა მოგახსენებთ მოგზანებისთვის. გვიან საღამოს. პირველ რიგში გაბატონატა თქვენ მინდა გითხოთ მიზნებზე კონფერენციისა, რომელიც უკვე მე-7-ად ტარდება თბილისში. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას გავუწევთ მასპინძლობას 22 სექტემბერს, რომელიც მე-7-ჯერ გაიმართება ჩვენს ქვეყანაში თბილისში. ეს არის საერთაშორისო ღონისძიება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, სტუმრები ჩამოგდეს იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო გამოცდილება იყოს მაქსიმალურად მიწოდებული, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ტურიზმით დაინტერესებული, ესე ვთქვათ, ბიზნესებისთვის, ადამიანებისთვის, საჯარო სექტორისთვის, ვისაც უნდა გაიგოს, რაც შეიძლება მეტი ახალი ინოვაციური მიდგომებზე, ახალ ტრენდებზე და ზოგადად რა როლი აქვს სტანდარტების განვითარებას ტურიზმის ხელშეწყობის ნაწილში და რატო გჭირდება ჩვენ უფრო მდგრადი განვითარება ტურიზმის და რას მისცემს ეს ბიზნესი. მიზანი ძალიან დიდია, რადგანაც გარდა იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულმა გაიაროს რეგისტრაცია, მობრძანდეს და ასე ვთქვათ, ურთიერთ გაუზიაროს ის გამოცდილება, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან მოთამაშეებს, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან ნეტვორკინგის სახით და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა სწორედ ამ ურთიერთობისთვის. ტურიზმი ისეთ სფეროა, რომ საკუთარი იდენტობა შეიძლება შექმნა და შენი პროდუქტი იყოს უნიკალური, მაგრამ მაინც არის გლობალური სტანდარტები, რომელიც გამოცდილების თუ სხვა დაგროვილი, ასე ვთქვათ, ცოდნის ნიმუშებია, ანალიტიკა უბრალოდ, რომელიც შეიძლება რომ ქვეყანაში მარტივად გადმოიღო და შენი უნიკალური პროდუქტი რაღაც მოარგო ამ სტანდარტებს. ანუ თემები, რომლებსაც გაერთიანებს
კონფერენცია მოიცავს თუ არა ასე ვთქვათ ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენთვის შეიძლება ერთის მხრივ უნიკალური იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთ შეთავაზებები იყოს, რომელიც სხვა ქვეყნებს არსებობს, მაგრამ კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ სტანდარტების ხარჯზე ამ შემთხვევაში. მოკლედ რა თემებია მთავარი და მნიშვნელოვანი? ჩემი კოლეგა უფრო დეტალურად ისაუბრებს, ზოგადად შევეხებით, ჩვენ სამნაწილად გვაქვს ეს ღონისძიება დაყოფილი, საუბრობთ როგორც დანიშნულების ადგილებზე, საუბრობთ სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიის სტანდარტებზე და რა თქმა უნდა, საუბრობთ ტუროპერატორების სტანდარტებზე. ზოგადად ყველა ხაზი და მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, აქცენტს ვაკეთებთ სტანდარტებზე და კრიტერიუმების დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, ეს არ გამოვა მხოლოდ ერთი მხარის, ერთი მოთამაშის ჭრილში აუცილებელი ამ ნაწილში, ამიტომ გვყავს მოწვეული როგორც დონორი ორგანიზაციები, საჯარო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ მოისმინონ საჭიროებები სწორედ, რადგანაც ჩვენ ამ ინიციატივით ჩამოვედით სწორედ კერძო სექტორის, ესე ვთქვათ, საჭიროებების მოკვლევის შემდეგ. გარდა იმისა, რომ მათ რა უნდა იმას ვითვალისწინებთ, ასევე ძალიან ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით არ იყოს მხოლოდ ფოკუსირება განვითარების და ჩვენ გავიზიაროთ სწორედ როგორც აღნიშნეთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება და ეს ფოკუსირება ხდება სწორედ კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და მის განვითარებას. პანდემიის შემდეგ კიდე რაღაც ახალი სტანდარტები დაემატა, ახალი მიდგომები ძალიან შეიცვალა ბაზა. და ახალი სტანდარტები. თეორიულად თქვენთან გადმოვინაცვლებთ სპიკერების სია თუ არის ცნობილი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც კონფერენციაზე იქნებიან წარმოდგენილნი და ასევე მათი საუბრის თემაც ძირითადად რა საკითხებს შეეხება. კონფერენცია იყოფა 3 სესიად. პირველი სესია განვიხილავთ ადგილის სტანდარტს, ანუ როგორ გარდაუქმნათ ადგილი ტურისტულ მიმართულებად. მეორე სესია ეს არის სასტუმროების რეგულაციები და სტანდარტები, ხოლო მესამე სესია workshop-ს ვატარებთ ტუროპერეიტინგზე, სადაც უშუალოდ ტურიზმში ჩართული ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. ადეკვატურად სპიკერებიც შესაბამისად ჩამოგვყავს სესიების თემატიკიდან გამომდინარე. პირველ სესიაზე გვესტუმრება გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს ბორდის წევრი კოკო თანგი, რომელიც წარადგენს საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე, აი რომელი ქვეყნები მოგვეყვანა მაგალითად, რომ საქართველოსთან მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო. იმიტომ რომ პირველ სესიას დაესწრებიან გუბერნატორები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დიემოს წარმომადგენლები, ადგილის გარდაქმნა, როგორ ხდება ტურისტულ მიმართულებად, ეს არის თემატიკა. ასევე პირველ სესიაზე ჩამოგვყავს საზოგადოება მდგრადი ტურიზმისთვის, არსებობს ესეთი გლობალური ორგანიზაცია და ამისი პრეზიდენტი, რომელიც ისაუბრებს საზოგადოების როლს ადგილის განვითარებას, ადგილობრივი საზოგადოების როლს გულისხმობს. მეორე სესია სტუმრობს გლენ მანძუკი, რომელიც არის World Sustainable Hospitality Alliance-ის პრეზიდენტი და CEO. ის აერთიანებს 70,000-ზე მეტ სასტუმროს, ეს ალიანსი და მისი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. კი, გლობალური ორგანიზაციები არიან რა, ესე ვთქვათ, პირველი პირები მსოფლიოში. და მეორე სესიაზე, როცა განვიხილავთ სასტუმროების სტანდარტს, გლენ გააკეთებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, როგორ ხდება სასტუმროს ბიზნესი უფრო მდგრადი და განვითარებადი, როგორ უნდა პოზიციონირდეთ სწორად. და მეორე სესიაზე ასევე ვახსენებ, გავაკეთებთ პრეზენტაციას ჩვენი შიდა სტანდარტის სასტუმროების კლასიფიკაციის და კატეგორიზაციის სისტემის, რომელიც დავნერგეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბაზაზე და ძალიან ამაყები ვართ ამით, რომ საქართველოს უკვე აქვს ეს კლასიფიკაციის სისტემა და ნებისმიერ შეუძლია გამოიყენოს. მესამე სესიაზე ჩამოყავს შვეიცარიიდან მოწვეული პროფესორი, რომელიც workshop-ს წარუძღვება ტუროპერეიტინგზე, მისი გამოცდილება 25 წელზე მეტ სითვლის და აქვს ნამუშევარი ისეთ ორგანიზაციებთან, როგორც არის გაერო, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, გლობალური საბჭო ტურიზმის და ამითაც ძალიან ამაყები ვართ, რომ ქართულ საზოგადოებას ჩამოვუყვანთ ესეთ პროფესორს და ყველას საშუალება ექნება დაესწროს ამ 2 საათიან workshop-ს. დღევანდელ, ასე ვთქვათ, ვითარებაში ინფორმაციის მოძიება შეიძლება ხელმისაწვდომობა იყოს ინფორმაციაზე, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, რომელიც ყველა სექტორს ტურიზმში და ინდუსტრიაში ჩართულ შეიძლება დასჭირდეს, ესაა მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში
მრავალმხრივ ინფორმაციას მივიღებთ, რაც ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ინფორმაცია არის, მაგრამ მოძიებასაც ასე ვთქვათ, თავისი დრო და რესურსები და ფინანსები სჭირდება. აი ამ პლატფორმის გაკეთების მიზანიც ეგ იყო, რომ ადგილობრივი ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის, მმართველობებისთვის მოგვეწანა ეს ინფორმაცია, ეს გამოცდილება, მსოფლიო გამოცდილება, როგორც უკვე ძალიან განვითარებული ქვეყნებიდან, ასევე განვითარებადი ქვეყნებიდან და ყოველწლიურად ვცვლით ამ თემატიკას, რომ მრავალფეროვნება შემოვიტანოთ ღონისძიებაში. კი ბატონო. და როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, ცხადია, ჩვენ გსურს მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზრდოთ, გქონდეს, მაგრამ ამას სჭირდება შეთავაზებებიც და სტანდარტები, რომელიც უნდა გქონდეს. როგორ მივიდივართ ამ გზაზე? ალბათ რომ განვაზოგადოთ ახლა და ეს მეშვიდედ ტარდება უკვე და ეს ანალიტიკაც გაკეთებული ექნებათ. ვინ ესწრება ამ კონფერენციებს, რა ცოდნას იღებენ და რა ტიპის გამოცდილებას ახმარენ შემდეგ საკუთარ საქმეს. ფიდბექი როგორი იყო ამ წლების განმავლობაში? დიახ, ზოგადად მეშვიდეჯერ ვირჩატარდება ვერანაირი ღონისძიება, თუ მას არ აქვს წარმატებული წინაპირობა და თავისთავად, როცა ჩვენ საუბრობთ, რა ტიპის გამოცდილება შეიძლება შეიძინოს მსმენელმა, ან რა შეიძლება წაიღოს ზოგადად ღონისძიებიდან, მთავარი უპირველესი არის ზოგადად გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და მოვისმენთ, ეს მარტო საერთაშორისო გამოცდილება ან გლობალური სპიკერებიდან წამოსული ცოდნა არ არის. ეს არის სწორედ მინიშნება, რომ ქვეყანა, რომელიც ცდილობს, აპელირებს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი არის ტურიზმი, შესაბამისად მას სჭირდება ნებისმიერ ჭრილში იყოს, ესე ვთქვათ, მოქცეული გარკვეულ ხარისხობრივ მაჩვენებლებში და თავისთავად ამას განაპირობებს სწორედ სტანდარტების დანერგვა. ჩვენ არ ვართ ცალსახად მომხრე, რომ რაღაც დაშტამპული, ესე ვთქვათ, ხაზი იყოს განვითარების, პირიქით ეს უნდა იყოს გლობალურ ტენდენციებზე ორიენტირებული და თავისთავად განპირობებული უნდა იყოს სწორედ შემოტანა ქვეყანაში ნებისმიერი ინიციატივის თუ ახალი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობების სწორედ ბიზნესიდან გამომდინარე, მათ რა ჭირდება და რას მისცემს ბიზნეს ნებისმიერი ინიციატივა და როცა ვსაუბრობთ გლობალურ ტენდენციებზე, სწორედ მოგცემს საშუალებას ამ ღონისძიების ჭრილში ჩამოთვალეთ ჩვენი სტუმრების, ესე ვთქვათ, რაოდენობა და თავისთავად ნებისმიერი ახალი ინიციატივა ნებისმიერ ჭრილში იწვევს იმას, რომ ადამიანები, ბიზნესები ფიქრობენ კიდევ უფრო როგორ განავითარონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები, როგორ განვითარდნენ ახალი უნარების ჭრილში და თავისთავად ახლა ჩვენ როგორც ასოციაცია ძალიან მრავალფეროვანი კუთხით მუშაობთ. ერთ-ერთი არის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობთ ახლა, ძალიან მნიშვნელოვნად პრიორიტეტული, ასევე როგორც ციფრული უნარების შეძენა, განათლების ჭრილში ახალი უნარების შეძენა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს და ზოგადად ბიზნესებზე ვართ ხო, რა თქმა უნდა, ასოციაციას წარმოვადგენ და ბიზნესებზე ვართ ორიენტირებული და თავისთავად ნებისმიერი ინიციატივა, როგორც ღონისძიებების ჭრილში, ვორქშოპების ჭრილში, ახალ შესაძლებლობებს აძლევს ნებისმიერ მსმენელს იყოს უფრო ორიენტირებული განვითარებაზე. პლუს ამას, როგორც აღნიშნე, ეს არის თანამშრომლობითი ასპექტებისთვის თუ ნეტვორკინგისთვის ძალიან არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ძალიან ბევრი ეცნობა ერთმანეთს და სამომავლოდ, ესე ვთქვათ, ახალ პერსპექტივებს გეგმავენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებულად განახორციელონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა. წარმატებას გისურვებთ ამ კონფერენციაზეც. თეონას მინდა შეჯამების უთხრა, რომ ტექნიკური ნაწილი გავასწროთ მაყურებელს. რეგისტრაცია, როგორც ვიცი, მიმდინარეა. დამსწრეებს შეუძლიათ, რომ რეგისტრაცია გაიარონ 22 სექტემბერი, სხვა რა ტექნიკური მხარე რაც უნდა იცოდნენ. დაინტერესებულმა პირებმა. ჩვენ საიტზე ყველა ინფორმაცია დევს სტანდარტები ტურიზმში და შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, არის ძალიან მართალი კითხვა და ნაჩუქარი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ გვინდოდა უფასოც გაგვეკეთებია და გქონდა უფასო რაღაც წლები, იმიტომ რომ ეს არის საგანმანათლებლო ღონისძიება, მთავარი არის, რომ ხალხამდე მივიტანოთ მესიჯი. ტარდება პარაგრაფში 22 სექტემბერს და ველოდებთ. წარმატებები. მადლობა საქმიან საღამოს სტუმრობისთვის. მე გთხოვთ, რომ რამდენიმე წუთი, ასე ვთქვათ, დარჩეს სტუდიაში, სანამ დაგემშვიდობებით და შემდეგ დატოვოთ BMG TV-ს ოფისი. მადლობა კიდევ ერთხელ, წარმატებები. ნატა კვაჭანტირაძე, თეონა ნემსწვერიძე იყვნენ ჩვენთან ერთად, ვემშვიდობებით მას. ზუსტად 1 წუთში გავაგზავნებთ საქმიან საღამოს.
მთავრობამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მოსავლის მართვის კომპანიისთვის 50 მილიონი ლარის სუბსიდიის გაცემა დაავალა, რის შესახებაც განკარგულება გამოცემულია. დოკუმენტის თანახმად სააგენტომ ყურძნის შესყიდვა გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებიდან არაუმეტეს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე სუბსიდიის სახით 50 მილიონი ლარი უნდა მიმართოს. ოცნების მთავრობაში რთველი 20-25 ფარგლებში წელს 250,000 ტონა ყურძნის მოსავლის აღების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ მთავრობის ხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით ეს წელსაც არ იქნება გამონაკლისი. ქართული ოცნების მთავრობის პარლამენტს კანონპროექტი წარადგინა, რომელიც სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო ქონების მყიდველს რიგ შემთხვევებში აღნიშნული ქონების ჰიპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა ექნება. პაკისტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი ეს ქვეყნები შანხაის თანამშრომლობის სამიტის მონაწილეები იყვნენ და მათ სამიტის დასრულების შემდეგ მინიმუმ ერთი რამ აერთიანებთ, გარიგება, რომელიც ჩინეთთან დადეს. დღეს სწორედ იმ კონკრეტულ ეკონომიკურ გარიგებებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ჩინეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე აზიურ თუ ევროპულ ქვეყნებთან დადო. ერეკლე ფოლადიშვილი მოგვიყვება მეც ერეკლეს აღამშვიდობის. მეკა საღამომშვიდობისა. გასულ კვირას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25 სამიტის პოლიტიკურ კომპონენტზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი განცხადებები თუ ინიციატივები, რომლებიც ღონისძიებაზე გაჟღერდა. თუმცა ეს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი სრულად შეჯამებულად ვერ ჩაითვლება, თუ არ ვისაუბრებთ მის ეკონომიკურ ნაწილზე, ანუ იმ კონკრეტულ შეთანხმებებზე, რომლებიც ქვეყნებს შორის ოფიციალურად გაფორმდა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა თანამშრომლობის ხელშეკრულება სულ მცირე დადო. ესენია პაკისტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი. დავიწყოთ ყაზახეთით, ცენტრალური აზიის უდიდესი სახელმწიფოთი, რომელმაც რუბლივი მოცულობა 17 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ქვეყნებს შორის პარტნიორობა ძირითადად ენერგეტიკასა და რკინიგზის სფეროებს მოიცავს, როგორც ყაზახეთ-ჩინეთის ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ელექტროინდუსტრიის წამყვანი ჩინური კომპანია Energy China ყაზახურ სახელმწიფო კორპორაციას ახალ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს აუშენებს. პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთით გამომუშავებული დენი სამხრეთით მოსახლეობას გაცილებით სწრაფად და უხარვეზოდ მიეწოდება. ამასთან ჩინური სახელმწიფო კომპანია აუშენებს. როგორც უკვე აღნიშნე, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მხოლოდ ელექტროენერგიის სფეროს არ მოიცავდა. ჩინური ყაზახეთს ლოკომოტივს მიჰყიდის. ამასთან გავა 12 მილიონ ტონამდე. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთმა მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება დადო, პაკისტანია. ქვეყანა, რომელსაც ცოტა ხნის წინ აზიის ბანკისთვის ფინანსურ ვალდებულებას ვერ ისტუმრებდა და 500 კილომეტრიან რკინიგზის პროექტს ვეღარ ჩანს ჩინეთმა ფინანსურ პრობლემებში ჩაძირულ ეკონომიკურ პარტნიორთან თანამშრომლობის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და ამჯერად პაკისტანში 8.5 მილიარდის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული გარიგება სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიის, ელექტრომობილებისა და ჯანმრთელობის ინდუსტრიებს მოიცავს. ოფიციალური ისლამაბადი პირობას დებს, რომ ჩინურ ინვესტორებს ყველანაირად შეუწყობს ხელს და ამჯერად ფინანსურ პრობლემებში აღარ გაეხვევა. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმება ჩინეთმა ტაჯიკეთთან, ბელარუსთან და აზერბაიჯანთანაც გააფორმა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში კონკრეტული პროექტები ან მათი ღირებულება არ გასაჯაროებულა. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითისთვის ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ტექნოლოგიურ სფეროში ჩინეთთან მრავალ მილიარდიანი გარიგება დადო, თუმცა რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი, ან იქნება ეს ინვესტიცია თუ სესხი, ქვეყნის ლიდერს არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს ჩინეთის მიერ ყირგიზეთთან და უზბეკეთთან დადებული სამხრივი შეთანხმების საუბარია ერთი სარტყელი ერთი გზის უმნიშვნელოვანეს რკინიგზის პროექტზე, რომელიც სამ აზიურ ქვეყანას ერთმანეთთან დააკავშირებს
და რომლის ყველაზე რთული ყირგიზეთის ნაწილის მშენებლობა გაუვალი რელიეფისა და ფინანსების არარსებობის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩინეთის მთავრობამ ყირგიზეთს $700 მილიონი შეღავათიანი ცესხი მისცა. ამ თანხით 486 კილომეტრიანი პროექტის 65%-ის აგება მოხერხდება. 4.7 მილიარდიანი რკინიგზის დანარჩენ ნაწილს კი ჩინეთი და უზბეკეთი საკუთარი ხარჯებით ააგებენ. ალბათ იკითხავთ, რატომ არ ვახსენე აქამდე ინდოეთი ან რუსეთი, ორი უდიდესი აზიური სახელმწიფო, რომელთა მიერ დადებული ეკონომიკური ხელშეკრულებები, ცხადია, ერთიანად გადაფარავდა ყველა სხვა შეთანხმებას. საქმე არის ის, რომ რუსეთის შემთხვევაში ძირითადი გარიგებები არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავდა, იქნება ეს ენერგეტიკის სფერო თუ სხვა. ამასთან მათ საერთო საინვესტიციო ბანკის შექმნის შესახებ მხოლოდ ინიციატივა გააჟღერეს. ეს თემა კი ჩვენ გასულ კვირას განვიხილეთ. რაც შეეხება ინდოეთს, მასშტაბური პროექტები არც ამ შემთხვევაში დაანონსებულა. ნარენდრა მოდის ვიზიტის მიზანი, ცხადია, გარდა პოლიტიკურისა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის შემცირება იყო. 100 მილიარდიანი დისბალანსის აღმოფხვრა კი ერთსამიტზე ვერ მოხერხდებოდა. მოკლედ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 25-ე სამიტი ახლა ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულად შეჯამებულად. თუ იმ შეთანხმებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ჩინეთის მთავრობამ აზიურ თუ ევროპულ ქვეყნებთან დადო, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამიტმა აზიური გიგანტის პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაამყარა. მადლობა ერეკლეს, ტრადიციულად საინტერესო შეჯამებისთვის და მიმოხილვისათვის ჩვენ განვაგრძობთ საქმიან საღამოს მსოფლიო ამბებით. დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით ტრადიციულად სიახლეები არ გვაკლია. მოკლედ, ბოლო სიახლე, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან მალე ის დაელაპარაკება ვლადიმირ პუტინს. ტრამპის და პუტინის შეხვედრა, ვიცით, რომ ისტორიულად არაფრის მომცემი აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან ცოტა გვახსოვს ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები, თანაც ამერიკის მიწაზე, რომ ასე უშედეგო დასრულებულიყო, ეს გამონაკლისი ჩვენ ვიხილეთ და მოკლედ ამ მოცემულობაში ვართ ერთგვარად გაჭედილები მთელი მსოფლიო, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს ხელოვნურად აჯანჯლებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ იღებს და როგორც ჩანს, ტრამპს უკვე ამ გარკვეულობის პერიოდისათვის უნდა წერტილის დასმა და ის ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ძალიან მალე ის პუტინს დაელაპარაკება და ამის შემდეგ უკვე მისი საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. ცხადია, ეს გადაწყვეტილება არ იქნება ისევ და ისევ მოლაპარაკებების სამარაჯამოდ გაგრძელება. ალბათ უკვე საუბარი არის ახალ სანქციებზე, ახალ შეზღუდვებზე და მათ შორის პოტენციურად იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ მეორეულ სანქციებზე, რომლებიც მაინც აგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას, მისი ენერგორესურსების შეძენას და ამითი მისი საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას. ჟურნალისტებმა მზად ხარ თუ არა მეორე ეტაპისთვისო და ტრამპმა უპასუხა, რომ მზად ვარ. დიახ, მე მზად ვარ. აი ესეთი იყო პასუხი, რაც უკვე იმაზეც მიუთითებს, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება უკვე მას მიღებულიც კი აქვს, უბრალოდ ხელი არ მოუწევს. ეს პასუხი მოისმინეს მათ შორის რუსეთშიც, რა თქმა უნდა, და დმიტრი პესკოვი, პუტინის პრესმდივანი გამოეხმაურა ტრამპის ამ განცხადებას და ის ამბობს, რომ სანქციებს არ ქონია არანაირი ეფექტი და რუსეთი თანმიმდევრულად მიდის დასახული მიზნის მისაღწევად. პესკოვის ციტატა რომ მოვიშველოთ, სანქციები ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც სათავეში უდგანან კიევის რეჟიმი და ევროპული ქვეყნები. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვაშინგტონი ჩაითრიონ საკუთარ ორბიტაში და თავს მოახიონ ეს სანქციები. ეს განცხადება გააკეთა პესკოვმა. პრინციპში ამ განცხადებით ის თქვა, რომ რაღაცნაირად ევროპა ცდილობს ვაშინგტონის ჩათრევას და ტრამპი და არაფერ შუაშია, რაღაც შეიძლება deep state-ის სეული განცხადება იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ რუსეთის მხარეს ელოდება იმას, რომ მეორე ეტაპის სანქციებს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. კი ამბობს რუსეთი, რომ სანქციებს გავლენა არ აქვს, თუმცა ჩვენ ვიცით რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომ რაც აქვს ის გავლენა ჩანს და ასეთ მდგომარეობაში რუსეთის ეკონომიკა არ იქნებოდა, რომ არა სანქციები, რომელიც მიმდინარეა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ კვირაში მოხდება, არის ის, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ვაშინგტონში გაემგზავრებიან და სანქციების ახალ პაკეტს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ. ალბათ სავარაუდოდ ესეც ადარდებს რუსეთს, რადგან
როგორ წარიმართება იქ მოლაპარაკებები, რა ტიპის შეთანხმება იქნება მიღწეული, წინასწარი მოლოდინები და სანქციების ასე ვთქვათ, რაღაცა ჩარჩო ვიცით ამერიკის მხრიდან, თუმცა ალბათ კონკრეტული დეტალები გახდება კვირის ბოლომდე ცნობილი. ხო, სანქციები ახსენე და აქ არის საუბარი მე-19 პაკეტზე. ეს ევროკავშირის. ხო, ევროკავშირის მხრიდან, რაც არის ერთი მხრივ გასაოცარი რომ რაღაც 19 ჯერ შეთანხმდნენ ევროკავშირში რაღაც საკითხზე იშვიათია, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა როგორც და სამწუხაროა, რადგანაც როდესაც ერთ საკითხზე 19 ჯერ გიწევს მსჯელობა და 19 კორექციის შეტანა, ესე იგი ის საკითხი ან თავის დროზე არ იყო კარგად განხილული და მოფიქრებული, ან რაღაც ეტაპზე იმდენი კომპრომისი იქნა შეტანილი, რომ საბოლოო ჯამში უბრალოდ ვერ დარჩა ხვრელები, რომელსაც იყენებს რუსეთი და მისი პარტნიორი ქვეყნები და აი ამ ხვრელების ამოვსებაც ცდილობს უკვე ევროკავშირი. თითქმის წელიწადია ამ რეჟიმზეა უკვე გადართული, ახალი არაფერი არ ჩნდება, მხოლოდ ხვრელების ამოვსება არის მიზანში და ამჯერად შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს ყაზახეთის წინააღმდეგ. ყაზახეთი ვიცით რომ იქცა რუსეთისთვის ერთგვარ რაღაცა მშრალი პორტია ფაქტობრივად. ყველაფერი შედის ყაზახეთში და შემდეგ გადადის რუსეთში. არ აქვს აქ მნიშვნელობა. საუბარი გვაქვს ავტომობილებზე, ტექნიკაზე, ტანსაცმელზე თუ თუნდაც სამხედრო დანიშნულების, ორმაგი დანიშნულების ტექნიკაზე და ტექნოლოგიაზე, რომლის შეზღუდვაც განსაკუთრებით უნდათ ევროკავშირში, რადგანაც ეს საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ყველაფერი უკვე მიწოდების ჯაჭვი ისე აეწყო, რომ ყველაფერი უპრობლემოდ შედის რუსეთში და არანაირი აზრი აღარ აქვს რეგულაციების დაცვას. ამეთი მხოლოდ თავს იზღუდავს ევროკავშირი და მეც არაფერს ეს ხვრელი აუცილებლად უნდა ამოიქოლოს, ამაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა. ასევე დამატებითი სანქციები დაუწესდებათ ნავთობ კომპანიებს, განსაკუთრებით როსნეფსა და ლუკოილს. როსნეფტს კიდევ ასე თუ ისე კარგად აქვს საქმე, მაგრამ აი გაზპრომი ნამდვილად ძალიან სულ დღეშია, ამას ჩვენ ფინანსურად დავხედავთ, გაზპრომი უკვე გადის ზარალზე, რაც რაღაცა წარმოუდგენელიც კი არის, როგორ შეიძლება მონოპოლისტური ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანია გავიდეს ზარალზე, აი აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ ესეთი რამეც ხდება. აი ამ კომპანიებს შეეხებათ ახალი შეზღუდვები, ასევე შეზღუდვები დაუწესდებათ იმ ბიზნესებს, რომლებიც ფინანსების, ინვესტიციების და ტრანზაქციების სფეროებში არიან, მოკლედ დამატებითი შეზღუდვები მოდის და ევროკავშირში ამბობენ, რომ 19 პაკეტი ერთ-ერთი საკმაოდ მკაცრი პაკეტი იქნებოდა, რადგანაც ის იქნება უკვე ამერიკასთან კონსულტაცია. ამას თუ იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინ უკვე მართლაც ამოიფსება ალბათ ის უკვე მძიმე იქნება. კიდევ ერთი დაკავშირებული საკითხი ამ თემასთან, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა ამ თემაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის გაზის შესყიდვა და ამის სანაცვლოდ შეიძინოს თხევადი ბუნებრივი აირი, ბენზინი და სხვა წიაღისეული ამერიკის შეერთებული შტატებისგანო. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა კითხა, რომ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ასე ვთქვათ იქნება თუ არა უფრო მკაცრი და მკაფიო და აგრესიული სანქციებთან მიმართებით და მან უპასუხა, რომ უდაოდ ასე იქნება. ასევე რაიტის თქმით, ეს ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნებოდა ევროპისთვის, მათ ჭირდებათ პარტნიორები და არა მტრები, რომლებიც მიაწოდებენ რესურსებსო. ენერგეტიკის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსული საწვავის შესყიდვის შეწყვეტა შეამცირებდა რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება ვიცით, რომ უკვე წლებია მცირდება, რიცხვებიც ადასტურებენ ამას, რომ იგივე Financial Times-ი წერს, რომ 2024 წელს რუსული გაზი ევროკავშირის წიაღისეული საწვავის იმპორტის 14% შეადგენდა და რო შევადაროთ 2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი იყო 40%. საკმაოდ დიდი შემცირება. ბრიუსელი ასევე გეგმავს, რომ 2028 წლამდე სრულად უარი თქოს რუსეთის ნავთობსა და გაზზე, თუმცა ამ შემთხვევაში უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, რომლებიც რუსულ ენერგომატერიალებს იღებენ და ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან პრინციპში. ყველა დიდი მოცულობით ხო, პირდაპირ მიერთებულები არიან. გასადენზე და ნავთობის თემასაც შეეხება, შესყიდვები არის მკვეთრად შემცირებული, გაზზე მეტად ცხადია. 2024 წელს რუსულ ნავთობის წილი მთლიან იმპორტში ევროკავშირში იყო 3%. რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 21 წელს იყო 27% და ნახშირი რო ვახსენოთ, რომელიც ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით დიდი ღირებულები შედიოდა რუსეთიდან, აქ ნულზეა დაყვანილი პრაქტიკულად, ასე რომ ევროკავშირი ცდილობს ამ მიმართულებით მაქსიმალურად შეზღუდოს, ასე ვთქვათ, რესურსები, რომელსაც რუსეთის მხარეს გადაუხადოს. ანუ ამ დისტანცირებას გარკვეულწილად შედეგები უკვე მოჰყვა ის, რომ რუსეთი იმდენს ვეღარ იღებს და გაზპრომი უკვე როგორც ვთქვით არის ზარალზე, რადგანაც ნავთობი შეიძლება ინდოეთმედეთში ასე მარტივად იყიდონ, მაგრამ გაზის გაგზავნა ესეთი მარტივი არ არის, მილსადენების პროექტებია გასახორციელებელი და ეხლა ტანკერით ვერ გაგზავნა. ხო, ლამის მთელი რუსეთის
ტერიტორიაზე გასადენის გაყვანა ერთ დღეში არ მოხერხდება, ძალიან დიდი პროექტია, მისი ბიუჯეტი ამ ეტაპზე რუსეთს უბრალოდ არ აქვს და თანაც ამდენი დროც არ არის. მოკლედ, ამ თემატიკაზე უნდა გავაგრძელოთ და ვისაუბროთ ოპეკზე, რომელიც არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება, კარტელი ერთგვარად, რომელიც აკონტროლებს პლანეტის მასშტაბით ნავთობის მიწოდებას და ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება და ის დააჩქარებს ნავთობის წარმოებას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობი გაჩნდება, ვიდრე იყო აქამდე. ამას ოპეკის წევრი ქვეყნები უკვე ითხოვენ ძალიან დიდი ხანია რეალურად. ყაზახეთი იყო ხო მათ შორის კი, ერთ-ერთი იყო, რომელიც პირდაპირ ომში ჩართვასაც კი აპირებდა ფასების კუთხით, ანუ იმდენად გავაიაფებ, რომ იძულებულს გახდით, რომ თქვენს გაიაფოთო და გაიაფება არის ამოსავალი წერტილი. აქ საქმე ის არის, რომ კვოტა ქვეყნების მიხედვით არის დაწესებული ოპეკში ძალიან ისე არასამართლიანად, საუდის არაბეთი იღებს ყველაზე დიდ ხერხს და ყიდის იმ ნავთობს, რაც მოესურვება რამდენი რაოდენობითაც და რა კვოტაც დარჩება, ის უნდა შეავსონ ქვეყნებმა, რაც ფლად სამართლიანი არ არის. ხოლო გაზრდილი კვოტა, რა თქმა უნდა, ყველასთვის მეტის გაყიდვის საშუალებას იძლევა და მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე არიან დამოკიდებულები, ამითი დიდ შემოსავალს მიიღებენ, მაგრამ ცხადია, ეს მოიაზრებს ფასების შემცირებას მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც რაღაცის მიწოდება, როდესაც იზრდება, მისი ფასი ბუნებრივად ქვევით ჩამოდის, აქ მარტივი მოთხოვნა მიწოდების კანონზომიერება, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ქვეყნებს უღირთ, რომ მეტი რაოდენობა გაყიდონ, სამაგიეროდ მეტი შემოსავალიც დააგენერირონ, ვიდრე ცოტა რაოდენობა გაყიდოს მხოლოდ საუდის არაბეთმა, უდიდესი პროპორციით და მხოლოდ მან მიიღოს მოგება. ეს პრინციპი ოპეკის წევრი ქვეყნებისთვის მისაღები უკვე აღარ არის, პროტესტის შედეგს ხედავთ და იმასაც ხედავთ, რომ ნავთობის მიწოდება გაიზრდება, ანუ ამითი კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ გამოჩნდება რუსეთი თავად, რადგანაც რუსეთს აწყობდა ყველაზე მეტად მაღალი ფასი, სწორედ მისი და საუდის არაბეთის შეთანხმების საფუძველზე არსებობდა ასეთი მაღალი ფასი. ოპეკი რაღაცნაირად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებასაც, ოპეკი არა საუდის არაბეთს გულისხმობს შემთხვევაში საკუთარი პოზიციების დაბრუნებას და გამყარებას ალბათ. კი, ამერიკასთან აქ ტრამპის ფაქტორი არის ნამდვილად. და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებასაც პრინციპში ეს არის რაღაცა ის მთავარი თემები, რომელიც მსოფლიოში დღეს გამიტარდა. იყო სამწუხარო მოვლენებიც, რომელზეც ჯერჯერობით არ გაგვიმართლები ყურადღება, ეს მოვლენები ამოიწურება, იმედია ძალიან მალე და ხვალ ან ზეგ მიუბრუნდებით საქმიან საღამოში ამ თემებზეც. კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ფინალში ანგარიშით 6-2, 3-6, 6-1, 6-4 და კარიერაში მე-6 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან 5 მილიონი მიიღო. სწორედ 5 მილიონია დღევანდელი დღეს რიცხვი, რაც ახალი რეკორდია ATP-ის ისტორიაში და გასული წლის 3.6 მილიონს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მთლიანობაში საპრიზო ფონდი 90 მილიონ დოლარში ადგენდა, რაც 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. ფინალში დამარცხებულმა სინერმა 2.5 მილიონი დოლარი მიიღო. ქალთა ფინალში კი არინა საბალენკამ ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 6-3, 7-6 დაამარცხა და ტიტული დაიცვა. მანაც 5 მილიონი დოლარი მიიღო. რის შედეგადაც 2025 წელს მისმა საერთო შემოსავალმა 12 მილიონ 100,000 დოლარს მიაღწია და მხოლოდ სერენა უილიამსის 2013 წლის რეკორდ ჩამორჩება. კარიერის განმავლობაში საბალენკას უკვე 42 მილიონ 300,000 დოლარი აქვს მოპოვებული, რაც მას ისტორიაში მეოთხე ადგილს აძლევს სერენა უილიამსის, ვენოს უილიამსისა და იგა შვიტონეკის შემდეგ. ალკარასი და სინერი ტურნირის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და მათ ბოლო 8 დიდი სლემი ერთმანეთში გაიყვეს. 2025 წელს ალკარასმა საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობები მოიგო, ხოლო სინერმა ავსტრალია და უიმბლდონი, სადაც ფინალში ალკარას ძლია. ეს ალკარასის 23 ტიტული იყო და მომავალ კვირას ATP რეიტინგში მსოფლიოს ნომერ 1 ჩოგანი გახდება. ბოლო 12 თვეში ალკარასმა 49 მილიონი გამოიმუშავა, სინერმა კი 52 მილიონ 300,000 დოლარი. ალკარასი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპონსორებთან, რადგან მისი სარეკლამო შემოსავლები 3-ჯერ აღემატება საპრიზო თანხებს. Nike-თან კონტრაქტით ის წელიწადში 10 მილიონ დოლარზე მეტ იღებს, მისი პარტნიორები არიან LVMH, Rolex, BMW, ბაბულატი, კელვინ კლაინი და სხვა ბრენდები, მათ შორის Evian და ახალი კონტრაქტი იოგურტთან ბრენდთან Oikos-თან გაფორმდა. სინერი 24 წლისა, ალკარასი კი მხოლოდ 22-ის და ისინი უკვე დიდი სამეულის მემკვიდრეებად მიიჩნევიან. ჯოკოვიჩმა, ფედერერმა და ნადალმა 2003-2023 წლებში 81 დიდი სლემიდან 66 მოიგეს, ახლა კი ახალი ეპოქის დომინაცია სწორედ ალკარასისა და სინერის ხელში.
საქმიან საღამოს ამ ინფორმაციით ვასრულებთ. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი გადაცემის დასრულების შემდეგ წინ გელოდება თელარაგიონდია ავტორობერაც ნაწერტილი. თქვენ ხვალ დაგიშვიდობებით. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.